Სამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმნით. ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ყველაზე ფასეულზე, ყველაზე ხირებულზე ნებისმიერ საზოგადოებაში. სიცოცხლეზე, რომლის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ჯანმრთელობა. ის არის ერთ-ერთი, თუმცა არაერთადერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დღეგრძელები ვიყოთ და კარგად ვიცხოვროთ. ანუ ადამიანს ჰქონდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა უზრუნველყოფილი და ამავე დროს ცხოვრების მაღალი ხარისხი. თუ ჩვენ საუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჩვენ ყოველთვის ვიხსენებთ იმას, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ მდგომარეობა, როდესაც ხელი ან ფეხი არ გვტკივა. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ანუ სულ ცოტა სამი მდგენელი აქვს მას. მაგრამ თოთა განმავლობაში ჩვენი ცოდნა იზრდება და ჩვენი დამოკიდებულებაც თავად განმარტების მიმართ იცვლება. და დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ მხოლოდ 3 წახნაგი არ გახლავთ საკმარისი. მას რამდენი წახნაგი შეიძლება წარმოვიდგინოთ ჯანმრთელობის შემთხვევაში. სულ ცოტა 4 ფაქტორზე, 5 ფაქტორზე, 6 ფაქტორზე შეგვიძლია ვისაუბროთ. დიახ, მაგალითად, როდესაც საუბრობთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ ჯანმრთელობაზე, ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ფსიქოემოციურ მდგომარეობას, შესაბამისად, ემოციური ჯანმრთელობა, სულიერი ჯანმრთელობა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვლაპარაკობთ ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ, ემოციურ, სულიერ ჯანმრთელობაზე და ვსაუბრობთ გარემოზე. გამოდის, რომ სულ ცოტა 6 კომპონენტი დაიტია განმარტებამ ჯანმრთელობა. მაგრამ ეს არა უბრალოდ წახნაგები აღმოჩნდა ჯანმრთელობის შესახებ წარმოდგენის შესავსებად, არამედ იმ კეთილდღეობის ნაწილი, რომელიც ასევე 6 ძირითად კომპონენტად შეიძლება დავინახოთ. დიახ, თუ ჯანმრთელობა კეთილდღეობაა, მაშინ კეთილდღეობასაც სწორედ იმდენივე წახნაგი უნდა ჰქონდეს, რამდენი ჯანმრთელობას აქვს და პირიქით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი წარმოდგენა, რომელიც ივსება, იზრდება და ჩამონათვალიც ამ ფაქტორებისა შესაბამისად წახნაგებიც იზრდება. მაგალითად, თანამედროვე მედიცინამ უკვე კარგად იცის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის აქვს ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობას. დიახ, სწორედ ფინანსურ-ეკონომიკური ბარიერები შეიძლება აღმოჩნდეს ის წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანს ხელს შეუშლის ჯანმრთელობის და წონასწორობის მიღწევაში. ისევე როგორც სამუშაო პირობები. მიუხედავად იმისა, როგორია სამუშაო, არსებობს სამუშაო გარემოს ჯანმრთელობა. ანუ რამდენად ჯანსაღია ის სამუშაო ჰიგიენა და მუშაობის პირობები, რომელშიც იმყოფება ადამიანი. ამიტომ ჩამონაცვალს, რომელიც 6 ფაქტორისგან შედგებოდა, კიდევ 2 დაემატა. ეს გახლავთ ეკონომიკური და ეს გახლავთ შრომის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე 8 წახნაგიან კეთილდღეობაზე, სადაც უკვე დამატებით ეს 2 ფაქტორი, რომელიც მე ბოლოს ვახსენე, ასევე როგორც კეთილდღეობის უზრუნველყოფის კომპონენტი არის გამოყოფილი. გაიზრდება თუ არა ეს ჩამონათვალი, რასაკვირველია. ჩვენი ცოდნა გაიზრდება, ჩვენი პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლის მიმართ კიდევ უფრო მაღალი იქნება ცოდნაზე დაფუძნებით და შესაბამისად კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი წარმოდგენა არა უბრალოდ ჯანმრთელობაზე, არამედ იმ კეთილდღეობაზე, რომელიც ჯანმრთელობის ტოლფასია და იმ კეთილდღეობაზე, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც უზრუნველყოფს და ადამიანის ცხოვრების ხარისხსაც. თუ მიაქცევთ ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რამდენი კომპონენტისგან შედგება განმარტება ჯანმრთელობის შესახებ და კეთილდღეობის შესახებ, ყველა შემთხვევაში ნახსენებია ერთი, რომელსაც მენტალური ჯანმრთელობა ჰქვია. ის მეორდება ყველა ჩამონათვალში და ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ჩვენ მოაზროვნე ადამიანები ვართ და ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა, ჩვენი მენტალური მდგომარეობა განსაზღვრელია ჩვენი საერთო მდგომარეობის, სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის და ცხოვრების ხარისხის. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამ თემას სრულიად სხვა წახნაგით დაგანახებთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილი არის მენტალური ჯანმრთელობა, ისევე როგორც ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა. ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ იმაზე, როგორია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა და რა შეიძლება შევცვალოთ ყოველდღიურობაში იმისთვის, რომ
უკეთესი იყოს ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები, ჩვენი წარმოდგენები და როდესაც მტკიცებით მედიცინას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრ გზას ეძებს, ძალიან ბევრ ახალ გზას ეძებს მედიცინა იმისთვის, რომ უკეთ მოუაროს მენტალურ ჯანმრთელობას. შესაბამისად, როდესაც არის ახალი ინფორმაცია, არის ახალი მეთოდები, ახალი მიდგომები, როდესაც არის შესაძლებლობა გადავიხედოთ მომავალში, ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად ვიყენებთ ხოლმე და დღეს გავაგრძელებთ საუბრარს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ თუნდაც იმიტომ, რომ გვეთქვა ეს შეიძლება იყოს ახალი შესაძლებლობა ადამიანებისთვის, ეს შეიძლება იყოს ახალი მიდგომა მენტალური ჯანმრთელობისათვის და სწორედ აი ამ საუბარს ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ უკვე კარგად იცნობთ წინამორბედი გადაცემებიდან. იგი გახლავთ ექიმი, ნეიროფსიქოთერაპევტი, კლინიკური მენტალური ჯანმრთელობის მაგისტრი, ქალბატონი აზა მანთაშაშვილი. დილამშვიდობისა აზა. დილამშვიდობისა. მიხარია თქვენი სტუმრობა კიდევ ერთხელ. მე ვეცადე თქვენი სპეციალობის ფორმულირება ქართულად, იმისათვის, რომ ჩვენი მაყურებლისათვის უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ გაცილებით რთულია იმ კომპონენტების ჩამონათვალი, რომელიც თქვენ სპეციალობას ახლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ იქ, სადაც თქვენ მიიღეთ განათლება და სადაც ჯერ კიდევ ახლა დოქტორანტურის დასრულების პროცესში იმყოფებით. ნეირომოდულაცია. ეს არის თემა, რომელზედაც საუბარი დავიწყეთ წლების წინ. ეს არის საკითხი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინა განიხილავს როგორც მენტალური ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის გადალახვის შესაძლებლობას. ძალიან ხშირად, როდესაც უცხო სიტყვები გვესმის, ჩვენ გვაშინებს და გვაბნევს. თუმცა ნეირომოდულაცია არც საშიშია და არც დამაბნეველი, რადგან მას აქვს ძალიან წყობრი ლოგიკური საფუძველი. ასეა, არა? პირველ რიგში მოგესალმებით, ქალბატონო მარი. მახარებს თქვენი ინტერესი ზოგადად სოფლიო მედიცინაში მიმდინარე სიახლეების მიმართ და ინტერესი ჩვენს მიმართ. მადლობთ, რომ მოგვიწვიეთ მეორედ და მომწონს თქვენი განახლებული სტუდია. მადლობა. მოდით, რადგან ჩვენ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ გვექნება საუბარი, უკვე გადაწყვეტილება გვაქვს ასეთი, მოდით პირველ რიგში განმარტოთ, რა არის მენტალური ჯანმრთელობა. მენტალური ჯანმრთელობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ტვინი, სხეული და ფსიქიკა მუშაობს სინქრონიზირებულად, როგორც ერთი დიდი ორკესტრირებული სისტემა. და ამ ორკესტრში ტვინი, როგორც ორგანო, არის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ დირიჟორიც. მას როგორ შეიძლება აი ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისა არ გვაინტერესებდეს, როგორ მუშაობს, როგორ იცვლება და როგორ აგებს პასუხს ყველაფერი იმაზე, რასაც ჩვენ ფიქრობთ, რასაც ჩვენ განვიცდით და მოქმედებთ. ზუსტად აი ამ ინტერესმა და აი ამ მიდგომამ მიიყვანა სოფლიო მედიცინა იმ ესე იგი სიახლეებამდე, რომელიც ნეირომეცნიერებაში, ფსიქიატრიაში, ანუ მედიცინაში და საერთოდ ფსიქოლოგიურ სამყაროში არსებობს და შეაჯამეს, შეაერთეს ეს ყველაფერი და მიიღეს მეთოდი, რომელსაც დაერქვა ნეიროფსიქომოდულაციის მეთოდი. რა არის საერთოდ ნეიროფსიქომოდულაცია? პირველ რიგში უნდა განმარტოთ, რომ ეს არის პროცესი, როდესაც ტვინის ნეირონული ქსელების სინქრონიზაცია, ანუ მიზანმიმართული ცვლილება ხდება. ეს ყველაფერი მიმდინარეობს ნეიროტექნოლოგიური და ფსიქოლოგიური მეთოდების ჩარევით. ხოლო მეთოდოლოგია, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ პროცესის კლინიკურ პროცესში ჩართვას ნიშნავს. ანუ ნეიროფსიქომოდულაციური თერაპია არის ინტეგრაციული მიდგომა მენტალურ ჯანმრთელობაში, რომელიც უზრუნველყოფს და მიზნად ისახავს ნეირონული ქსელების ცვლილებას მიზანმიმართულად იმისათვის, რომ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოხდეს.
თქვენი განმარტებიდან გამომდინარე, სულ ცოტა ორი წახნაგი მაინც უნდა დავინახოთ ამ პროცესში, როდესაც ერთი ნაწილი ადამიანის ჩართულობით თერაპიას გულისხმობს და საზოგადოებისათვის ეს უფრო ნაცნობია თითქოს ეს წახნაგი და მეორე მიმართულება, როდესაც კონკრეტული ტექნოლოგიური შესაძლებლობები არის ჩვენს ხელთ და შეგვიძლია სწორედ ამ მეთოდებით ვიქონიოთ გავლენა თავის ტვინზე, იმ ქსელზე, რომელსაც ეყრდნობა ნებისმიერი აქტივობა ტვინისა და რომლის პრობლემების შემთხვევაში ან რომლის ცვლილების შესაძლებლობითაც ჩვენ ვიღებთ ამა თუ იმ შედეგს. მოდით ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს, კიდევ ერთი სტუმარი მოვიწიოთ ჩვენთან ერთად, გავაგრძელოთ საუბარი უკვე ერთად, მასთან ერთად, ხან მოკლედ იხრის შემდეგ. როგორც დაგვირდით, ჩვენ კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთთ და ექიმი ნეირომოდულაციის ექსპერტი ბატონი გიორგი გოგაშვილი. გიორგი, დილამშვიდობის. მოგესალმებით. თქვენი პროფესიული რანგირებაც ალბათ ბევრად უფრო გრძელი ნუსხა იქნებოდა, მე რომ ჩამომეთვალა ყველა ის სტატუსი, რომელიც თქვენ მოგენიჭათ შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ქართულად მაქსიმალურად მარტივად ჩამოვაყალიბე იმისთვის, რომ ადვილად აღქმადი იყოს ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ. თუმცა აი ამ ერთი შეხედვით შემოკლებული მეთოდის მიღმა და შემოკლებული სათაურის მიღმა ძალიან ტევადია ინფორმაცია და იმ ფრაზით გავაგრძელოთ, სადაც ქალბატონი აზა გაჩერდა. ჩვენ ვახსენეთ ტვინზე ზემოქმედების შესაძლებლობები და შესაბამისად მენტალური ჯანმრთელობის მართვის შესაძლებლობები. ერთი, როდესაც ადამიანი არის ამ პროცესში ჩართული თერაპიის წარმართვისთვის და მეორე, როდესაც კონკრეტულ ტექნოლოგიებს ვახსენებთ. ცოტა არ იყოს სახიფათოდ ჟღერს ხოლმე ტექნოლოგიების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც არ არის საკმარისად ინფორმირებული, არ არის მაინც სანდოობით ახსავსე, ამიტომ მოგვიწევს განმარტება, რას გულისხმობს ეს ტექნოლოგიები და რა გავლენას ახდენს ის თავის ტვინზე. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, ტექნოლოგიებს, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს მეთოდოლოგიაში, იწყება დაახლოებით 1924 წლიდან, როდესაც გერმანელმა მეცნიერმა შექმნა ელექტროენცეფალოგრამა, რისი მეშვეობითაც დადგინდა, რომ ტვინი ნამდვილად გამიმუშავებს ელექტრულ აქტივობას და ეს ელექტრული აქტივობა ნამდვილად დაკავშირებული არის ტვინის ნეიროფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან. შემდეგ გარკვეული კვლევების თანახმად evidence based, ანუ კიცებულებებთან დაყრდნობის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს რაღაც გარკვეული ნორმა რაოდენობრივი ელექტროენცეფალოგრამის შედეგად და არსებობს ამასთანავე ნორმიდან გადახრაც, ხო? ეს არის ერთ-ერთი კვლევის მეთოდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. რაც შეეხება შემდეგ უშუალოდ თერაპიულ მეთოდს, ჩვენ ვიყენებთ ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას. ანუ რაც ნიშნავს ტვინის არაინვაზიური მაგნიტური სტიმულაცია. ესე იგი, მოკლედ რო განმარტოთ, აპარატის მეშვეობით ხდება ტვინის სკალპზე, ტვინის სკალპიდან ხდება მაგნიტური ტალღის ზემოქმედება ტვინის გარკვეულ უბნებზე. ანუ თავის ქალის სკალპიდან. დიახ, ეს არის არაინვაზიური. ისტორია იწყება დაახლოებით 1985 წლიდან, როდესაც ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს ზუსტად აი ეს მაგნიტური ტალღის აპარატი და თავიდან უნდოდათ ამის ინტეგრირება ნევროლოგიურ ტიპის პაციენტებში. მაგრამ როგორ მიხვდნენ, რომ ეს აპარატი ნამდვილად მოქმედებს თავის ტვინზე? პირველ ექსპერიმენტში მეცნიერებმა გააკეთეს ესეთი რაღაც, რომ როდესაც მოტრულ არეაზე გაატარეს მაგნიტური ტალღა, პაციენტს ხელი აუმოძრავდა. ეს იყო პირველი მტკიცებულება იმის, რომ TMS-ი, ანუ ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაცია ნამდვილად ზემოქმედებს ტვინზე. ეს იყო პირველი ინტეგრაცია ნევროლოგიაში. დაახლოებით 1980-იან წლებში უკვე მოხდა კვლევებში ჩადება ამ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის უშუალოდ მენტალურ ჯანმრთელობაში და დადგინდა, რომ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია არის ერთ-ერთი წამყვანი და უსაფრთხო თერაპიის მეთოდი მენტალურ ჯანმრთელობაში, როგორც არის treatment resistant, ანუ კურნალობის მიმართ მდგრადობა. რეზისტენტული თერაპია და ასე შემდეგ.
როდესაც ჩვენ საუბრობთ ზემოქმედებაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ტვინის მისამართით, ამა თუ იმ ტალღების გამოყენებაზე, დამოკიდებლად იმისგან, ეს არის ქალას შიგნიდან ამოქმედებული თუ ქალას გარედან, საზოგადოება შეიძლება გაუჩნდეს მთავარი კითხვა. უსაფრთხოა ეს თავის ტვინისთვის? ამას უფრო მეტად სამკურნალო ეფექტი ექნება თუ უფრო მეტად დამაზიანებელი ეფექტი? რა იცის დღეს მედიცინა მასა? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, ქალბატონო მარი, იმიტომ რომ ზოგადად მედიცინა მოგვიწოდებს პირველ რიგში არავნო და გამომდინარე აქედან ყველაფერი, ყველა ხელს, ესე იგი ტექნოლოგია, პრეპარატი, მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს და აკმაყოფილებდეს აი ამ მოწოდებას და მოთხოვნას. სწორედ ამიტომ არის ხოლმე რომ უამრავი კვლევა და ძალიან ხანგრძლივი კვლევები ტარდება ამა თუ იმ მეთოდის შესახებ და სწორედ ეს პროცესი გაიარა ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის შემოტანამდე ამ მეთოდმა. ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები დაიდო 2007 წელს. ეს იყო ესე იგი სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევები, რომელიც ცხადყოფდა, რომ ეს მეთოდი არის უსაფრთხო და ამავე დროს არა მარტო უსაფრთხო, არამედ როგორც უკვე გიორგიმ აღნიშნა, ესე იგი მკურნალობისადმი მდგრადი დეპრესიის შემთხვევაში ერთადერთი საშუალება, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის ესე იგი გაუმჯობესება გამოიწვია. და სწორედ ამიტომ, რომ ჩატარებული იყო რანდომიზირებული და ძალიან ხანგრძლივი კვლევები, ამის შემდეგ 2008 წელს ამერიკის საკვებისა და FDA, ანუ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაადასტურა და დაადგინა ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია, როგორც დეპრესიის სამკურნალო საშუალება. ეს ზუსტად უზრუნველყოფდა იმას, რომ ესე იგი ეს იყო უსაფრთხო მეთოდი და ამავე დროს არაინვაზიურად ეფექტური. როდესაც ქალბატონმა აზამ დაასახელა კონკრეტული პრობლემა. მან პრაქტიკულად განსაზღვრა, რომ ეს არ არის ესეთი მითიური, ეს არ არის გარკვეულად განყენებული მეთოდი, ის კონკრეტულ პრობლემებს, კონკრეტული მართვის შესაძლებლობას გვთავაზობს. კონკრეტული დაავადებების შემთხვევაში, კონკრეტული დიაგნოზების შემთხვევაში. თუმცა მეც მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ საზოგადოებას აინტერესებს ეს ჩამონათვალი მარტო დეპრესიით შემოიფარგლება თუ როდესაც შესაძლო პრობლემებზე ვსაუბრობთ, სად გამოიყენება კიდევ ეს მეთოდი და რა აქვს მტკიცებით მედიცინას, სად გვაქვს კიდევ კვლევები, სადაც გვეუბნება რომ ნამდვილად შეიძლება შედეგები შეიცვალოს, რომელი პრობლემების შემთხვევაშია გამოყენებული უკვე და რა იცის საერთაშორისო მედიცინამ გამოცდილების თვალსაზრისით. დიახ. უკანასკნელი დაახლოებით 5 წლის კვლევების თანახმად ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია გამოიყენება არა მხოლოდ დეპრესიის დროს, ასევე ძალიან ეფექტური არის შფოთვითი აშლილობის დროს, არის ეფექტური ობსესიურ-კომპულსიური დაავადებების დროს და შეგვიძლია გამოიყენოთ კონკრეტული ფობიების დროსაც კი. ამას მეტყოლებს უკანასკნელი კვლევა, რომელმაც უშუალოდ როგორც კვლევებზე დაფუძნებული თერაპია დაადგინა TMS-ი, ეს იყო 2003 წელს, ამბრელა კვლევა იყო, რომელიც 28 კვლევას აერთიანებდა ერთდროულად და სადაც დადგინდა ერთი ქოლგის ქვეშ, დიახ, სადაც დადგინდა, რომ პაციენტების 78%-ში იყო გაუმჯობესება, რაც მიმართებაში იყო პლაცებოსთან მიმართ. ეს არის საკმაოდ ძლიერი მტკიცებულება, რომ ამ კვლევამ და ამ თერაპიამ 78%-ით აჯობა პლაცებოს, რაც საკმაოდ ინოვაციურიც არის და საკმაოდ რაც ამყარებს კვლევის საფუძველს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ზემოქმედებას. თერაპიის შემთხვევაში ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ერთი ადამიანი ზის მეორე ადამიანის პირისპირ. ან ჯგუფი ზის ერთი ადამიანის პირისპირ, ან ჯგუფი
ატარებს მთლიანად სამუშაოს, იმიტომ რომ თერაპიებთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პრობლემებთან კავშირში, მათ შორის დამოკიდებულებების დასაძლევად, როდესაც ადიქცია და აი ასეთ დროს ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილებაზეა ლაპარაკი, ძალიან ფართოდ გამოიყენება თერაპია და საზოგადოებას ყურიც აქვს შეჩვეული, როგორ შეიძლება პირისპირ ან ჯგუფში ან სხვა ფორმებით ეს განხორციელდეს ადამიანური ურთიერთობის, ადამიანური კონტაქტის ფარგლებში. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ზემოქმედებაზე, აპარატორულ ზემოქმედებას, რას გულისხმობს ეს? ეს არის პროცედურა, როდესაც ჩვენ თავის ტვინს ვცვლით? კიდევ ერთი საინტერესო კითხვა, რა თქმა უნდა, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ პაციენტებისგან. პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან, რომ ჩვენი მეთოდი, ნეიროფსიქომოდულაციური მეთოდი, თერაპიის მეთოდი არის ესე იგი დამუშავებული და თითქმის გადმოკოპირებული ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული განყოფილების მიერ დადგენილი აი ამ ესე იგი პროტოკოლიდან და ეს ყველაფერი გულისხმობს ყველაზე მნიშვნელოვან დასაწყისს. ეს არის ტვინის კვლევა. იმისათვის, რომ ჩვენ რამე შევცვალოთ მედიცინაში, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ. ანუ დიაგნოსტიკა აუცილებელი ეტაპი. ეს არის ნეიროფიზიოლოგიური დიაგნოსტიკა, რომელიც ჩვენთან ხდება რაოდენობრივი ელექტროენცეფალოგრამის საშუალებით, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ ძალიან დაწვრილებით ინფორმაციას არა მარტო ტვინის ქერქის შესახებ, არამედ ქერქვეშა არეების შესახებაც. ეს არის დეტალური ინფორმაცია რაოდენობრივად მოწოდებული 200-ზე მეტი უბნის შესახებ ტვინისა. ანუ ეს ყველაფერი რაში გვჭირდება? ამას აქვს თავისი მიზანი იმისათვის, რომ დადგინდეს და ეს ყველაფერი შედარდეს ნორმას, რომელიც ასევე ნეირომეცნიერების შორს გაფრენამ უკვე მოგვიტანა. არსებობს ნორმები ნეიროფიზიოლოგიური მდგომარეობისა და აქტივობისა ამა თუ იმ უბანში ტვინის. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ კონკრეტული პერსონალიზირებული კვლევის შედეგები აი ამ ტვინის შესახებ და შევადაროთ ნორმას. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რატომ შეიძლება ფიქრობდეს ადამიანი ასე, გრძნობდეს ასე, ან მოქმედებდეს ასე. ანუ მისი მენტალური მდგომარეობა შეფასდეს ნორმასთან შედარებით. ანუ რეალურად დასრულეთ აზრით ამის შემდეგ უკვე ჩვენ გვეძლევა საშუალება დავგეგმოთ პერსონალური პროტოკოლი ამ ადამიანის ნეიროფიზიოლოგიის შეცვლით, როგორ შეგვიძლია გამოვიწვიოთ მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება. როდესაც ჩვენ ვისმენთ მსგავს ინფორმაციას, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ფანტასტიკის სფეროდან იყოს, როგორ ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ, რა განცდები გვაქვს, რამდენად შეიძლება ამის აპარატურული განსაზღვრა, რამდენად შეიძლება ამის მონაცემთა ნაკრებად ქცევა, თურმე შესაძლებელია და მხოლოდ ამის შემდეგ სტრატეგიის შემუშავება. თუმცა ჩვენ წინა შეხვედრისას ვისაუბრეთ რუკებზე. და რუკები, რომელიც შემდეგ განსაზღვრავს აი ამ მოქმედების მიმართულებას. თქვენ ახლა ამ რუკის ჩამოყალიბების და შედგენის გზა აღწერეთ, აზა? დიახ. რუკა რეალურად, რასაც გულისხმობს რუკა, არის გზამკვლევი, ხო? პირდაპირ თარგმანიც ეს არის და ფუნქციური თარგმანიც ეს არის ტვინის რუკისა. რუკირებისა, უпростоრად რუკისა, მაგრამ რუკირება არის ზუსტად აი ამ მონაცემების, აი ამ მიღებული ინფორმაციის დახარისხება, კომპიუტერული გზით, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ ვაკეთებთ კონკრეტული პროგრამების გზით, ხდება აი ამ ინფორმაციის დახარისხება და ნორმასთან შედარება. შემდგომ უკვე შედარებული შედეგი ჩვენ გვაქვს რუკის სახით. ეს არის გზამკვლევი, როგორ ვიმოქმედოთ, სად არის ჰიპერაქტიური ტვინის რომელიმე უბანი, ან სად არის ჰიპოაქტიური და როგორ ვიმოქმედოთ მასზე, როგორ გამოვიწვიოთ მენტალური სტაბილურობა. როდესაც თქვენ საუბრობდით თვითონ მეთოდის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, თქვენ თითქმის ერთი საუკუნით
წინ გადაგწიეთ და ერთი საუკუნით ადრე მოვლენებში ჩავიხედეთ, რომ ეს არ არის გზა, რომელიც თუნდაც 21 საუკუნეში დაიწყო. ეს არის გზა, რომელიც მეცნიერებამ უკვე დიდი ხანია აირჩია და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდით იმას, რაზედაც დღეს ვსაუბრობთ და სრულიად რეალურია. თუმცა, როგორც პრობლემების შემთხვევაში ახსენეთ, თქვენ კონკრეტული დიაგნოზები დაასახელეთ, ასევე ალბათ გასათვალისწინებელია ვისთვის არის ასეთი მეთოდი მიზანშეწონილი, არის თუ არა კატეგორია ვისთვისაც საერთოდ არ შეიძლება მსგავს მეთოდზე ლაპარაკი, არის თუ არა ასეთ შემთხვევაში ასაკობრივი გენდერული თავისებურება, როგორც ყველა საკითხზე მედიცინაში ჩვენ აქაც უნდა ვითვალისწინებდეთ თუ არა ამ მიდგომას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პაციენტების გარკვეული კატეგორია, სადაც არ გამოვიყენებთ ტრანსკრანიულ მაგნიტურ სტიმულაციას. პირველ რიგში პაციენტებს, ვისაც აქვთ თავის ტვინში რამე მეტალის იმპლანტი, თუ პაციენტი არის პეისმეიკერზე, რომელიც ჩამონტაჟებული არის გულში და არის გულის რიტმის წარმართი და პაციენტები, ვისაც აქვთ ყურის სმენის იმპლანტი ჩამონტაჟებული თავის ქალაზე. კბილების იმპლანტები? კბილების იმპლანტზე არ არის შეზღუდვა. ამასთანავე გასათვალისწინებელი არის, რომ ჩვენ აუცილებლად პაციენტს ვეკითხებთ ისტორიას, თუ მას ოდესმე ჰქონია ეპილეფსიური კრონჩხვითი გულყრა. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ შევცვალოთ პროტოკოლი ან თავი შევიკავოთ ასეთი პაციენტთან მუშაობაზე. იმიტომ რომ ეს არის უფრო ნევროლოგიის კუთხე და ჩვენ უშუალოდ მენტალური ჯანმრთელობის ფსიქიატრის განხრაში ვართ. ეს არის ძირითადი შეზღუდვები, ძირითადი კატეგორია პაციენტების, სადაც ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ მეთოდოლოგიას. ასაკობრივი და გენდერული ნიშნით შეზღუდვები არ არსებობს? ასაკობრივს რაც შეეხება, ჩვენ მუშაობთ 18 წლიდან ზევით პაციენტებში. ჩვენ გულისხმობთ ეს მეთოდი მუშაობს. და ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედეგები, რას აჩვენებს საერთაშორისო გამოცდილება. როდესაც ჩვენ რაღაც ჩარევას გულისხმობთ, მაგალითად სტომატოლოგთან მიდის პაციენტი. არის მდგომარეობები, როდესაც ის ერთჯერად ჩარევას გულისხმობს, მაგალითად კბილის ექსტრაქციის შემთხვევაში. და არის მდგომარეობები, როდესაც ხანგრძლივად ჭირდება ამა თუ იმ ნაწილს პირის ღრუსი მკურნალობა. მე ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე? მარტივად რომ წარმოიდგინოს ჩვენმა მაყურებელმა. ეს არის პროცესი, რომელიც ერთი ნაბიჯით გადაიჭრება, თუ ეს არის პროცესი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიაროს სპეციალისტმა და თავად იმ ადამიანმა, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს. დიახ, პირველ რიგში ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით დავამატებდი. ჩვენ არ ხმარობთ ამას 18 წლამდე ასაკის გამო, არა იმიტომ, რომ იქ რაიმე მავნებლობის მოტანა შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი კვლევები, დამადასტურებელი კვლევები ჯერ არ დევს საამისოდ. ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც მსოფლიო მედიცინაში შემოდის, ალბათ სავარაუდოდ ნაკლებ ასაკშიც დადგინდება უკვე კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ სანამ ამის მოწოდება და FDA approve არ მოვა, მანამდე ჩვენ ამას არ ხმარობთ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება პროცესს თვითონ, რამდენად ხშირად ჭირდება ეს და ასე შემდეგ. ზოგადად, აი აქ უნდა შემოვიტანოთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ცნება ნეირომეცნიერებაში, აი ესეთი ყბადაღებული ცნება, ნეიროპლასტიურობა, რომელიც ფაქტიურად ახალი ნეირომეცნიერების სიახლეებზე დგას და ნეირომეცნიერება დღეს ამტკიცებს, რომ ტვინი გაჩენის პირველი დღიდან აბსოლუტურად ბოლო დღემდე სულ ცვლაშია, ცვლადი არასტატიკური ორგანოა, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს იმისას, რომ ჩვენ მიზანმიმართულად შევცვალოთ ის. მაგრამ რამდენადაც ის ძალიან კომფორტულია ცვლაში, ამდენად არაკომფორტულია თერაპიული გზით, იმიტომ რომ იმისთვის რომ ცვლა შეცვლილი ელექტროფიზიოლოგიური მდგომარეობა და ქიმიურიც შენარჩუნდეს, ანუ მდგრადი იყოს, ამ ყველაფერს ჭირდება განმეორებითობა. ისევე როგორც თქვენ და უმრავლესობა ადამიანებისა რაღაცის სწავლას განმეორებითობით ახერხებთ, აი ზუსტად ეს პრინციპი გამოიყენება ნეიროპლასტიურობის, აი ეს იგი მზაობა გამოიყენება ამ მეთოდში და განმეორებითობა რამდენადაც არაკომფორტული არ უნდა იყოს
ჩვენთვის და დრო ჭირდება რასაკვირველია ამ მეთოდს იმისთვის, რომ დადგეს შედეგი და შენარჩუნდეს. ამიტომ ხშირი განმეორებითობა და მე ხლა მოგახსენებთ ახალი კვლევის შესახებ, ასევე სტენფორდის უნივერსიტეტის 2025 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ განმეორებითობა არა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, როგორც აქამდე იყო მოწოდებული, არამედ დაერქვა ესეთი SAINT protocol, აბრევიატურაა ეს უბრალოდ სტენფორდის უნივერსიტეტის ესე იგი პროტოკოლია, რომელიც მოგვიწოდებს უკვე რომ ყოველდღიური TMS-ის ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით შესაძლებელია ტვინის მდგრადი ელექტროფიზიოლოგიური ცვლილება უფრო უკეთ, ვიდრე კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ ხმარებით. და უფრო მეტიც, დღეში რამდენიმე სესიას მოგვიწოდებენ. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მივყვებით აი ამ სტანდარტებს, მოწოდებებს და ხელი გვიდევს ნეირომეცნიერებისა და მედიცინის დამეგობრების მაჯაზე, შეგვიძლია ვთქვათ, როგორ მეგობრდებიან, როგორ უახლოვდებიან ერთმანეთს და როგორ შედიან ერთმანეთის ესე იგი ფუნქციებში და როგორ დებენ ამას მედიცინის მტკიცებულებებში. აი ამას მივყვებით. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და იმ ინფორმაციისთვის, რომელიც გაგვიზიარეთ. ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ნებისმიერი სიახლე, რომელიც არის საერთაშორისო მედიცინაში და ჩვენი მაყურებელი მიჩვეულია წლების განმავლობაში ყველა სიახლე მოისმინოს მაქსიმალურად დასაბუთებული არგუმენტებით ჩვენი ეთერიდან, ისევე როგორც როდესაც სტუმრები უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ეს არის პრაქტიკულად ახლებური ხედვა ნაცნობი პრობლემებისა და ახალი შესაძლებლობები იმისათვის, რომ თუნდაც ნაცნობი და ძველი პრობლემები ახლებურად გადაწყდეს. მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ექიმი, ნეიროფსიქოთერაპევტი, კლინიკური მენტალური ჯანმრთელობის მაგისტრი ქალბატონი აზა მანთაშაშვილი და ექიმი, ნეირომოდულაციის ექსპერტი ბატონი გიორგი გოგაშვილი. მე ჯერ არ გემშვიდობები, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი თითქოს სამფერი რეკომენდაციების ერთობლიობა, სინამდვილეში რჩევების და ფაქტების მრავალფეროვნებას რომ აერთიანებს. ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ საუბრობთ კრებით წარმოდგენაზე, რა არის კვებაში მთავარი, რა არის ჩვენს ყოველდღიურ რაციონში მთავარი და ვამბობთ, რომ ნახევარი სულ ცოტა რაციონისა ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს, მეორე ნახევარი ცილა მარცვლეულთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, განა შეიძლება ასეთმა უნივერსალურმა მიდგომამ ყველა ორგანოსთვის ერთნაირი სიკეთე მოიტანოს. მე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არსებობს უნივერსალური დიეტა. ანუ კვების მოდელი, რომელიც ყველა ადამიანისთვის ერთნაირად არ მოიქნება. არ არსებობს უნივერსალური მოდელი კვებისა, რომელიც ყველა სისტემას, ყველა ორგანოს შეიძლება ერთნაირი წარმატებით გამოადგეს. და არ არსებობს ერთი ყველაზე სალანძღავი პროდუქტი, ან ერთი ყველაზე საქეფარი პროდუქტი, რომელიც ყველა პრობლემას გადაგვიჭრის. თანამედროვე მედიცინა გვეუბნება და თანამედროვე მეცნიერება ამას ადასტურებს, რომ ყველა ადამიანისთვის უნდა ვიფიქროთ, ყველა ადამიანისთვის უნდა შევარჩიოთ ჩვენი საკვები და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომელი ორგანოს სირთულეებზე შეიძლება გვიწევდეს ზრუნვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დირიჟორზე. თქვენ გახსოვთ არაერთხელ ჩემი ფრაზა, რომელსაც სისტემატურად წლების განმავლობაში ვუბრუნდები და სიამოვნებით ვიყენებ, ეს უკავშირდება ჩვენს ორგანიზმს. ორგანიზმს, რომელიც ისე მუშაობს, როგორც ხმაშეწყობით შეთამაშებული ორკესტრი. ორკესტრი, სადაც ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და სადაც დირიჟორი უდავოდ თავის ტვინია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმში იზოლირებული პრობლემები არ არსებობს და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ხშირად სხვადასხვა სისტემა, სხვადასხვა ორგანო მიღებულ განკარგულებას ასრულებს, ჩვენ გვჭირდება
ყველას ერთნაირად, ყველა სისტემის ჯანმრთელობისათვის და მთლიანად ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი მართვისთვის გვჭირდება ჯანსაღი ტვინი. და ტვინის ჯანმრთელობისათვის შეიძლება ძალიან ბევრი ფაქტორი დავასახელოთ, ისევე როგორც ტვინის ჯანმრთელობის დამაზარალებლად, მაგრამ მე რამდენიმეს გამოვყოფ დღევანდელ გადაცემაში და ძალიან სწრაფად გადავავლებთ თვალს იმ ჩამონათვალს პროდუქტებისა, რომელიც მართლაც წაადგება ტვინის ჯანმრთელობას. დავიწყებ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობით და ცხოვრების წესის ფაქტორებით. როდესაც ჩვენ საუბრობთ ყოველდღიურად ძილის აქტივობის, მათ შორის ფიზიკური აქტივობისა და დასვენების, კვების და მრავალი სხვა კომპონენტის დროში განაწილებაზე. ჩვენ ვლაპარაკობთ რიტმულ მუშაობაზე, ყველა სისტემისა, მათ შორის თავის ტვინისა, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენთვის, ანუ მზის რიტმზე ორიენტირებული ადამიანებისათვის სწორედაც რომ ბიოლოგიურ საათზე რეაგირებს და აუცილებლად ითვალისწინებს ცირკადულ რიტმებს, ანუ ის რაც სადღესაღამისო რიტმებთან არის დაკავშირებული და ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება მის აქტივობას მოჰყვეს და ასეთ შემთხვევაში დროში გადანაწილება, ადეკვატური გადანაწილება კვების, ფიზიკური აქტივობის, ძილის, ეს არის მარტივი გზა ტვინის ჯანმრთელობისკენ. წონის მართვა როგორც შედეგიან მიზეზი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტვინის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, სიმსუქნე არის ანთება, რომელიც იწვევს ორგანიზმში უამრავი პროცესის, უამრავი ორგანოს დაზარალებას, მათ შორის აზარალებს თავის ტვინს, ისევე როგორც იწყებს სწრაფ დაბერებას ორგანიზმი ამ ანთების დამსახურებით, გასათვალისწინებელია ჭარბიწონაც და წონის ნაკლებობაც. ეს ორივე კიდურა მდგომარეობა გახლავთ არასაკმარისი ნაკვებობა და არასაკმარისი ნაკვებობა რა მნიშვნელობა აქვს? სიმსუქნით არის განპირობებული თუ წონის დეფიციტით, ორივე შემთხვევაში ცუდად აისახება ტვინის ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მაგალითად კვების რეჟიმთან ერთად საკვების ულუფა და შევთანხმდით, რომ სიჭარბეც, ნაკლებობაც საკვები ნივთიერებებისა არის დამაზარალებელი თავის ტვინისათვის. ისევე როგორც წყლის არაადეკვატური მოხმარება აუცილებლად აისახება ტვინის ჯანმრთელობაზე. ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და ამიტომ მას შეუძლია შეარყიოს ტვინის ჯანმრთელობა და არაერთხელ გვისაუბრია კონკრეტულ სინდრომებზე, რომელთა განვითარება ალკოჰოლის არარაციონალურ მოხმარებას უკავშირდება. ასევე მასტიმულირებელი საშუალებები, რომელიც არარაციონალურად შეიძლება გამოვიყენოთ, ეს გავლენას ახდენს ტვინის ჯანმრთელობაზე, მათ შორის ენერგეტიკული სასმელები ან ამ მასტიმულირებელი ნივთიერებების სხვა პროდუქტები, უпростоრად ამ ნივთიერებების შემცველი სხვა პროდუქტები. პროდუქტები, რომელიც უკავშირდება უკიდურესად მლაშე საკვებს და ეს არის რისკი არტერიული ჰიპერტენზიისა და ასეთ შემთხვევაში წყლის შეკავება არტერიული ჰიპერტენზია ტვინზე დამაზარალებლად მოქმედებს. უკიდურესად მარტივად შესათვისებელი ნახშირწყლები, რაფინირებული ნახშირწყლები, რომელთა დამსახურებით გლუკოზის დონის მკვეთრი მერყეობა არის შესაძლებელი და როგორც ლოგიკური შედეგი ეს აზარალებს თავის ტვინს, მიუხედავად იმისა, რომ ტვინის საწვავი გლუკოზა. ცხიმები, განსაკუთრებით ტრანსცხიმები. ცხიმები, რომელიც ანთებას ხელს უწყობს, ომეგა-6-ით დატვირთული ცხიმები. ცხიმები, რომელიც არის პროცესირების შედეგად, ანუ გადამუშავების შედეგად მიღებული და ტრანსცხიმები ვახსენე, როგორც უცხო ცხიმები ჩვენი ორგანიზმისათვის და განსაკუთრებით თავის ტვინისათვის. ეს იწვევს თავის ტვინის ჯანმრთელობის შერყევას. მაგრამ თუ ჩვენ კონკრეტულ პროდუქტებზე ვისაუბრებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, საიდან იწყება ტვინის ჯანმრთელობა და სულ ცოტა 12 პროდუქტი შემიძლია, 12 საკვები ნივთიერება დავასახელო, რომელთა დამსახურებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ თავის ტვინი. ჩვენ შეიძლება დავიწყოთ სხვადასხვა ვიტამინით და მინერალით, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა დავიწყოთ მთავარი სამშენებლო მასალით და თუ არ გვაქვს ცილა ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით, ჩვენ არ შეიძლება ტვინის სრულფასოვან ჯანმრთელობაზე ვილაპარაკოთ. ცილა, რომელიც არის ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ორივე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი ცხიმების გამოყენება
და სწორი ცხიმების გამოყენებაში მე ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა ომეგა-3-ს. ცხიმოვანი კომპონენტებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ქოლინს. ეს გახლავთ ის მესამე პროდუქტი ჩამონათვალში, რომელიც აუცილებლად გვჭირდება თავის ტვინის ჯანმრთელობაში. და ასეთ შემთხვევაში ქოლინის წყაროდ, რა თქმა უნდა, შეუცვლელი წყარო არის კვერცხი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა წარმოშობის პროდუქტები, რომელიც გარკვეული რაოდენობით შეიცავს ქოლინს, არა იმდენს, რამდენსაც კვერცხი, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები, რომელთა შორის საგანგებოდ გამოვყოფ A ვიტამინს, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტს და ამავე დროს A ვიტამინის წინამორბედ ნივთიერებებს, კაროტინოიდებს, რომელიც არის მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში, მაგალითად სტაფილოში, მაგალითად სალათის ფოთოლში, ისპანახში, ანუ ყველა მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ მოწითალო პროდუქტებში. მნიშვნელოვანია C ვიტამინის და E ვიტამინის როლი, როგორც ანტიდამჟანგავების როლი. ასეთ შემთხვევაში E ვიტამინი, როგორც მცენარეული სხვადასხვა ცხიმოვანი პროდუქტიდან შევსებული ჩვენს ორგანიზმში, ასევე კომბინაციაში მაგალითად C ვიტამინთან, რომლითაც გამორჩეულად მდიდარია სხვადასხვა სახის კენკროვანი, სხვადასხვა სახის ციტრუსი, რასაკვირველია, ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ კივი და სხვადასხვა სახეობის წიწაკა. ამ ჩამონათვალში ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ D ვიტამინი. D ვიტამინი, რომლის მთავარი წყარო ეს არის მზისხივები, ბუნებრივად წარმოქმნის პროცესში, ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში D3 ვიტამინზე ვლაპარაკობთ და ყველა ეს პროდუქტი სწორედ D3 ვიტამინის შემცველია. სოკოში არსებული ან ხელოვნურად გამდიდრებულ პროდუქტებში არსებული D2 ვიტამინი სრულიად განსხვავებულია და არ ქმნის ამ თვალსაზრისით მთავარ რესურსს. B12 ვიტამინი. ანუ B ჯგუფის ვიტამინებს ზოგადად უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის, თუმცა გამოვარჩევდი B12 ვიტამინს და კიდევ ერთ ვიტამინს B ჯგუფის ვიტამინებიდან, ეს გახლავთ B9 ვიტამინი, ანუ ფოლიუმის მჟავა. როდესაც ჩვენ მუცლად ყოფნის პერიოდში ვიწყებთ ნაყოფს ზრუნვას, ორსულობის დადგომამდე. დღეს უკვე არა მხოლოდ დედას, არამედ მამასაც, ანუ მომავალ დედას და მომავალ მამას ურჩევენ ფოლიუმის მჟავით შეივსონ ორგანიზმი და ამგვარი შევსება გაგრძელდეს ორსულობის გარკვეულ ეტაპზეც. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამ ვიტამინზე ბევრად არის დამოკიდებული უამრავი პროცესი, რომელიც ნაყოფის ფორმირებისას წარიმართება, განსაკუთრებით ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვიტამინებთან ერთად სხვადასხვა სახის მინერალი და ამ მინერალთა შორის არ დაგვავიწყდეს რკინა, რომელიც პასუხს აგებს ჟანგბადით უჯრედების მომარაგებაზე. რა თქმა უნდა, ტვინს სჭირდება სრულფასოვნად ჟანგბადით მომარაგება და რკინას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ასევე გავითვალისწინოთ. მართალია ნაკლებად მდიდარი ბუნებრივად რკინით მცენარეული პროდუქტები, მაგრამ მნიშვნელოვანი შემავსებელი ცხოველურ პროდუქტებთან ერთად. უნდა გავიხსენოთ აგრეთვე ისეთი ელემენტი, როგორიც გახლავთ მაგნიუმი, რომელიც ზოგადად ნერვული სისტემისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს თავის ტვინის ჯანმრთელობაში. მაგნიუმით მდიდარი საკვები პროდუქტები განსაკუთრებით ეს არის სხვადასხვა სახის თესლი, სხვადასხვა სახის თხილეული, გამომშრალი პარკოსნები, აუცილებლად უნდა იყოს ბურღულეულთან ერთად, ასევე იყოს ყოველდღიურ რაციონში გათვალისწინებული. ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან ელემენტს, რომლის ნაკლებობა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით ახლობელია, იოდი გახლავთ ეს ელემენტი და აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენს ქვეყანაში სწორედ იმის გამო, რომ იოდის ნაკლებობა პირდაპირ აისახება თავის ტვინის ჯანმრთელობაზე. სწორედ იმის გამო, რომ ნიადაგი და წყალი ღარიბია იოდით, აკრძალულია არაიოდიზირებული მარილის გაყიდვა. ეს იმას ნიშნავს საცალო ქსელში, რასაკვირველია და მხოლოდ აფთიაქში შეიძლება მსგავსი პროდუქტი შევიძინოთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ
უნებურად ვართ გეოგრაფიულად ასეთ ზონაში ბინადარი ადამიანები და ჩვენ გვჭირდება ხელოვნურად შევსება იმ დანაკლისისა, რომელიც წყალში და ნიადაგში არასაკმარის რაოდენობას უკავშირდება და ასეთ შემთხვევაში მარილი, როგორც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, მდიდრდება იმისთვის, რომ ჩვენი თავის ტვინი და ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობა აღარაფერს ფარისების ჯირკვალზე და მრავალ სხვა პროცესზე, რომლის შესახებ თქვენ ძალიან კარგად იცით, არ დაზარალდეს. აი ამ ჩამონათვალში არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. დაბალანსებულ კვებას თქვენ შენიშნეთ, ყველა ჯგუფის პროდუქტს შევეხეთ ჩვენ, დაბალანსებულ კვება შეუძლია დაიტიოს ყველა ამ ჯგუფის პროდუქტი, ცილოვანი იქნება, მარცვლეულ-ბურღულეული, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი. ჩემი მიერ დასახელებული ნივთიერებები, რომელიც ძალიან სჭირდება თავის ტვინს და მე 12 ნივთიერება დავასახელე, თავს იყრის სწორედ ამ თებშზე. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინია. ეს არა უბრალოდ სახელმწიფოშია, არამედ მართლაც ჩვენი მეორე ტვინია, იმიტომ რომ მას დამოუკიდებელი ნერვული სისტემა აქვს, რომელიც არ ემორჩილება ჩვენს თავის ტვინს, არ ემორჩილება ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ძალიან ადვილად შეუძლია თავის ნებაზე მიიღოს გადაწყვეტილებები და არა უბრალოდ გადაწყვეტილებები მიიღოს. ნაწლავს შეუძლია შეცვალოს ჩვენი გულმოდგანწყობა, ნაწლავს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ჯანმრთელობა, ნაწლავს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ტვინის ჯანმრთელობა. ამიტომ საუბრობთ დღეს ნაწლავ ტვინის ღერძზე, რომელიც არა უბრალოდ კონკრეტულ პრობლემებს განაპირობებს, არამედ საბოლოო ჯამში განსაზღვრავს, რამდენად დღეგრძელი იქნება ტვინი, რამდენად დღეგრძელი იქნება ადამიანი და როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების ხარისხი. ამიტომ ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკვები პროდუქტებით აქვს უზარმაზარი დატვირთვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ერთდროულად ზრუნავთ ნაწლავის ჯანმრთელობაზე. ასეთ შემთხვევაში ნაწლავ ტვინის ღერძის დამსახურებით ჩვენ უზრუნველყოფთ დღეგრძელობასაც და ცხოვრების ხარისხსაც ჩვენი ტვინისა. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზმისა. მე ამ სიტყვებით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.